Ფოტოსესია ღია ცის ქვეშ. ეს ერთი ქართველი ფოტოხელოვანის ჩანაფიქრია, რომელიც თანამედროვე გოგონებს მთელ საქართველოში იღებს. ამჯერად მოდელები სვანეთის მთების და კოშკების, მოჯირითე ბიჭების და მოხუცი ბებიების ფონზე პოზირებდნენ, თუმცა მთავარი დეტალი ყველა ფოტოზე ცის თაღია. შარიქაძემ თავის მოდელებს ამჯერად გვირგვინად სვანეთის ცის თაღი უნდა დაადგას. სამუშაო ჯგუფის მარშრუტი თელავის, საგარეჯოს, ოზურგეთისა და ყაზბეგის შემდეგ ქორუდის ტბაზე ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ჩერდება. ამჯერად ვიმყოფებით სვანეთში სტუმრად. საოცარი ხალხია და ულამაზესი კუთხეა. ბედნიერი ვარ, რომ მოხვდი ქორუდის ტბებზე, ყოველთვის ოცნებად ვქონდა აქ მოხვედრა. ლანდშაფტი, ქართული სიმბოლოები, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ქართველი ქალის სახე. ეს ის კომპოზიცია, რომელიც პროექტის ავტორმა ღია ცის ქვეშ გაიტანა და სახელად ცის თაღი გვირგვინად დაარქვა. ძალიან მომწონს აქაურობა, პირველად ვარ სვანეთში. ძალიან საინტერესო იყო გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობა და მიხარია რომ ამ სახის პროექტში მონაწილეობას ვიღებ. კარგია? გალებს ადეთ, ბიჭებო მზად ვართ? სპეციალურად ფოტოობიექტივისთვის სვანი ყმაწვილების ყოველდღიური საქმიანობა საუკუნით წინ ინაცვლებს და ჩოხოსნების ჯირითის სცენაც ოცხლდება. შარიქაძის შემოქმედებაში ყველაზე ნაციონალურ პროექტს კულტურის სამინისტროსთან ერთად თელავის მარანი, გურიელი, ეკოფუდი და ემ-ჯგუფი უწევს მხარდაჭერას. მოდელების ძველ ქართულ ეპოქაში დასაბრუნებლად კი კოსტიუმებს სამოსელ პირველთან ერთად ცნობილი დიზაინერები ავთანდილ ცქვიტინიძე, იკა ბობოხიძე და ქეთი ჭრიკვაძე ქმნიან. გამომეწონა რომ აი ეს სვანეთში რო ხდება რა, ასეთი გადაღებები, აი ასეთი ლამაზი გოგოები და რა ვიცი რა, ყველაფერი კარგი ხდება რა. იმედია რომ მომავალშიც ბევრი ჩამოვლენ. ძალიან მომწონს, ულამაზესი ადგილია მართლა. მართალია გავიყინეთ ქვშია გვეძინება, მაგრამ ირმასნაირ ფოტოგრაფთან ნამდვილად ღირს მუშაობა და ესეთ სურათებისთვისაც ნამდვილად ღირს მუშაობა. ადექი. თავი ორზე გამოჩნდებია, დადექი ცოტა ხედე, მე დაგასვები. ფოტოსესიის საპატიო მონაწილეები ცხენების გარდა უწყინარი თხებიც არიან, რომლებიც ხანგრძლივი ფოტოსესიის გამო ხანდახან ჯიუტდებიან და სვანურ ხასიათს ავლენენ. პროფესიონალურ ფოტოსესიაში არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა. ეს არის ჩემთვის პირველი, ძალიან მომწონს და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. ველური ბუნებიდან გადასაღები მოედანი სოფელ უშგულის დასახლებაში ინაცვლებს. ასე გულმოდგინეთ ირმა შარიქაძე სვანურის სახლის იმ ხის აივანს ეძებს, სადაც ფირზე მრავალშვილიანი ოჯახის ერთ ჩვეულებრივ დღეს აღბეჭდავს. მოვაბებო, შვილიშვილები ხო ყავთ სახლში? შვილიშვილები ხო სახლში ყავთ? ხუთი. ხო გამოიყვანეთ ხუთი. ფოტოხელოვანმა გადასაღების სცენის გასაფორმებლად რეკვიზიტები თავად შეარჩია. ფოტო, სადაც ლოლა ბებო ხელსაქმით, პატარები ბებოს მოქსოვილი წინდებით, თანამედროვე ქართველი ქალის ფონზე გამოჩნდებიან, პირველად თბილის ქალაქობის დღესასწაულზე მშვიდობის ხიდზე გამოიფინება. ციკლიდან ცის თაღი გვირგვინად 30 საუკეთესო ფოტო ექსპოზიცია კი დამთვალიერებელს 9 ოქტომბრიდან გუდიაშვილის 9 ნომერში, გალერეა 9-ში მთელი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.